აი კოსმოსიც. NASA-მ 2022 წლის 26 სექტემბერს ასტეროიდ სახელწოდებით დიმორფოს კურსი წარმატებით შეუცვალა. ასტეროიდისთვის კურსის ხელოვნურად შეცვლა აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა. ამან წარმოაჩინა კაცობრიობის უნარი, რომ თავიდან აიცილოს დედამიწისკენ მომავალი სიცოცხლის მომსპობის სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი, როცა მომავალში ასეთი საფრთხე დაგვემუქრება. მისიამ, რომლის მიზანიც შორეული ასტეროიდის გადახრა იყო, წარმატებით გაართვა თავი სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავს ტესტს. წარმოაჩინა კაცობრიობის უნარი, რომ შეაჩეროს დედამიწისკენ მომავალი სიცოცხლის მომსპობი კოსმოსური ობიექტი. 2022 წლის 26 სექტემბერს ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტის დართის მაცევრი ზომის აპარატი მიზანმიმართულად შეეჯახა ასტეროიდ დიმორფოსის მთვარეს და ის უფრო პატარა, სწრაფ ორბიტაზე გადაისროლა, მისი დიდი ძმის ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო. შედეგად მისი ორბიტული პერიოდი 4%-ით შეიცვალა, ანუ 32 წუთით. 11 საათსა და 55 წუთიდან ჩამოვიდა 11 საათსა და 23 წუთზე. კვლევართა მოლოდინი მხოლოდ 10 წუთიანი ცვლილება იყო. დართის წარმატებამ, როგორც კონცეფციის დადასტურებამ, რეალობად აქცია ის, რაც ერთ დროს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის თემა იყო. ისეთ ფილმებში, როგორებიცაა არმაგედონი, დიდი დარტყმა, მაღლა არა იხედო. ჩერნობილის რადიაციამ საშიშ ზონაში თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მოახდინა გავლენა, კერძოდ კი მათ გენეტიკაზე. ჩერნობილის რადიაციამ იქაური ბაყაყები გაამუქა. დაბიძურებულ ეკოსისტემებში თითქმის სრულად შავი ბაყაყები ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე ღია ფერის. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორის აფეთქების შედეგად გამოიყო 100-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბებისგან. 2700 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია მას მერე მოქალაქეებისგან სრულად დაცლილია და ამ პოსტაპოკალიფტურ და პოსტევაკუაციურ გარემოში ველური ბუნების მოულოდნელი აყვავების მოწმენი ვართ შუაგულ ევროპაში. იქაური სახეობების კვლევა დიდ ინფორმაციას მოგცემს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიცოცხლის ფორმაზე რადიაციას. გასულ წელს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაწილაკთა ინჟინრის ალბერტო ბალდელის ხელმძღვანელობით შექმნეს ინსულინის ორალური აბები, რომელიც მალე ადამიანებზე გამოიცდება. მან უკვე წარმატებით დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ვირთაგვებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ ცდებში. მისი ადამიანებზე წარმატებით გამოცდის შემდეგ ის დაინერგება და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ინსულინის ინექციების გაკეთება შპრიცით. ეს